ძვირფასო მეგობრებო, გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, რომელიც დღეს მართლაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის უდიდესი განაცხადია, აი აქ შეკრებილი ხალხის ნებით და მათი სულის გამოძახილით. და პირველი შემთხვევაა, როდესაც ჩვენს ხალხს პირადად ულოცავენ მსოფლიოს ლიდერი სახელმწიფოები და მათი ხელმძღვანელები. ულოცავენ არა მთავრობას, რომელიც არ აქვს, რომელიც არ არის აღიარებული და ლეგიტიმაციის გარეშეა, არამედ მის უდიდებულესობა ჩვენს ხალხს. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ გავაგრძელებ და ყოველგვარ თუს გარეშე ეს მე ვიცი ასე იქნება, აი აქ ბრძოლას და დგომას ჩვენი მეგობრების დახმარებით თემ სოფლიოში უახლოეს ხანში რეჟიმი ოლიგარქიული, პრომოსკოვური, პროპუტინისტური და დამანგრეველი დამთავრდება და მას წაიღებს ისტორიის ქარიშხალის სამუდამოდ. აი ეს საპატიო მისია დაეკისრა ყველა აქ მდგომ მებრძოლს, უნიკალურ ახალგაზრდობას, ყველა თაობის წარმომადგენელს და აი ამ მისიას ჩვენი დიდი ხალხი შეასრულებს ისევე წარმატებით, დამაღლებულად, როგორც შეასრულეს ჩვენმა წინაპრებმა დიდგორი, ბასიანი, მარტყოფი და ყველა დიდი ბრძოლა, რომელიც დამთავრდა ქართული სულის, ქართული გენის და ჩვენი ისტორიის გამარჯვებით. ხელისუფლების თავიდან მოცილება, ჭალებში ეს ხელისუფლება არ არის, ისი აუცილებელია, აი როგორც დაჭრილი ირმების გუნდისთვის წყაროანკარა. დღეს ქართველობა საქართველოში უკვე უმცირესობაა. ეს ალბათ იცით, 1,300,000 ვართ კომპეტენტური დათვლებით. პროგრესულად გრძელდება ეს ვითარება. თუ დროზე არ დავიწყეთ დემოგრაფიის გარდაქმნა, ეკონომიკის, სოციალური სფეროს ფერზე დაყენება, დემოკრატიის, საარჩევნო სისტემის დანერგვა, დამოუკიდებელი სასამართლოს შექმნა, თავისუფალი მასმედიის დაფუძნება, რა თქმა უნდა, მთელი სამყარო რო დაიძრა ჩვენ საშველად, არაფერი არ იქნება ხსნა. ხსნა არის აი ამ რეჟიმის დამთავრებაში, რის შემდეგაც საქართველო იქნება გადარჩენილი მომავალი თაობებისათვის, ისტორიისთვის და სამარადისთვის. დიდი გამარჯვებისთვის მოემზადოთ და დიდი გამარჯვების ეს პრელუდია სწორედ აი ამ უდიდესი შეკრების და აი ამ ჩვენი გმირი ხალხის აქ გამოსვლა და ესე ერთად დგომაა, რაც გვაძლევს იმედს, რომ ძალიან მალე ოლიგარქიული სისტემისაგან არაფერი აღარ დარჩება. გაუმარჯოს ჩვენს გამარჯვებას.